გამარჯობა. ეხლა მოგიყვებით როგორ ჩავფრინდი თბილისიდან ჰანოიმდე. კატარის ავიახაზებით ჯერ თბილისიდან დოჰამდე ვიმგზავრე. რადგან არ მშიოდა ბორტზე მომცეს მხოლოდ პუდინგი, რომელიც ძალიან გემრიელი იყო, სალათი და ყავა. მერე გადავუფრინე ირანს და ჩავედი კატარში. დოჰაში 3 საათი დავიცადე და გადავჯექი უფრო დიდ თვითმფრინავში. 7 საათნახევრიანი ფრენისთვის დაგვირიგეს ყურსასმენები, კბილის პატარა ჯაგრისი და პასტა, ღამის სათვალე, ყურის საცობები და მგონი წინდები. გზავრობისას ვერასდროს ვიძინებ ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე რომ ფილმები შემერჩია. ჯერ ელდორადო ვნახე, მერე კრეკერები დაგვირიგეს. ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ ნემო მენახა. საშინლად მეძინებოდა, როცა საკვები დაგვირიგეს. ძირითად კერძა დავირჩიე ქათამი ბრინჯით, რომელსაც მოყვა მარაკუიას პუდინგი, პური, წყალი და სალათი. მერე ცოტა ხნით ვუყურე ოფისს და სადღაც 5 საათის შემდეგ ცაზე გამოჩნდა სინათლე, თენდებოდა. მერე ვნახე თუ რამ ხელაგზა გამივლია ერთ დღეში თბილისიდან დოჰამდე და დოჰადან ჰანოიმდე. ბოლოს როგორც იქნა ვიეტნამში ჩამოვაღწია.